მიზანი არის დაშინება და მიზანი არის მათი აზრით თუ ვახოს დაიჭერენ, ხვალ ჩვენ არ გავაკეთებთ იგივეს. ეს არ მუშაობს სამწუხაროდ, მათ და სამწუხაროდ, იმიტომ რომ არავის არ ეშინია მათი და ეს დღეს ძალიან კარგად გამოჩნდა. მე მინდა ბატონ შალვა პაპუაშვილს უთხრა, რომ თუ მელოტ კაცზე ჩვენ არ ვიტყვით, რომ მელოტია, მის თავზე თმებს ეს არ ამოიყვანს და შესაბამისად მის მდგომარეობას, მოცემულობას და არსს ის ვერ შეცვლის, რომ ვახოსანაია 2 კვირის განმავლობაში მასზე არ დაწერს, რასაც ფიქრობს, ან ჩვენ აგვიკრძალავენ იმას, რომ თქვათ მასზე ჩვენი აზრი ის დარჩება იმათ, რაც არის და უარესი, მე მაგალითად ვიკარ მქონდა ვახოს სტატუსი ნანახი და დღეს ვნახე და თუ აქამდე ქონდა ეს სტატუსი ნანახი ვახოს გამომწერებს, მხოლოდ დღეს ნახა ყველამ აბსოლუტურად მოისმინა ყველამ და ამას ქვია ბარბარა სტრეიზანდის ეფექტი, არსებობს ესეთი ეფექტი და მოგიყვებით. ეს არის ფენომენი სოციალური, როდესაც მისი სახლი გადაიღეს ჟურნალისტებმა, მან სასამართლოში იჩივლა, რომ არ უნდოდა რომ მისი სახლი ხალხს ენახა და თუ იქამდე სიტყვაზე 500 ადამიანს ქონდა ნახი, მე მთელმა მსოფლიომ ნახა ის სურათები, იმიტომ რომ ყველას აინტერესებდა რას მოყვა, შესაბამისად დღეს მთელმა მსოფლიომ გაიგო, რას ეძახიან შალვა პაპუაშვილს საქართველოში და უკვე ევროპარლამენტში კეთდებოდა განცხადებები და მთელმა საქართველომ იცის და ალბათ მის და სამწუხაროდ პაპუაშვილის ხსენებაზე ყველას გაახსენდება